მოგესალმებით მწვანე არქიტექტურის წამყვანი თინათინ ხიმშიაშვილი. ჩვენი სტუმრები არიან არქიტექტორი ბატონი გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი ქალბატონი ია კუპატაძე, ლანდშაფტის არქიტექტორი მაგისტრი ნათია კაპანაძე და ჩვენი ახალგაზრდა სტუმრები, სტუდენტები, არქიტექტორები ასევე. სტუმრების ნებართვით წავიკითხავ ამონარიც ილია ჭავჭავაძის წერილიდან. უწინ ჩვენი ქალაქი უფრო სასიამოვნო საცხოვრებელი ყოფილა ვიდრე დღეს. ტბილისი აყვავებული და ამწვანებული იყო ხშირი სახეხილითა და ბაღებითა. ამის გამო ქალაქში ზამთარი არ იყო სუსხიანი, როგორც ახლა და ზაფხულიც უფრო გრილი იყო და ნესტიანი. რაც შეიძლება მომეტებული სასეირნო ბაღები და ხეივნები უნდა გაიმართოს ქალაქში. მაშინ ნახეთ, ეს ჩვენი დღეს უგემური ტბილისი რა სასიამოვნო ადგილად შეიქმნება. ამას მოითხოვს ყოველის ჩვენგანის სიკეთე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი შვილების დღეგრძელობა. ამის შემდგომ გავიდა საუკუნე. ჩვენი ქალაქი გახდა უფრო ხალხმრავალი და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეკოლოგიური პრობლემები წინ წამოვიდა. გაჭუჭყიანდა ჰაერი, ნიადაგი, წყალი, მცენარეული საფარი სულ უფრო და უფრო მცირდება ყოველდღიურად. 21 საუკუნეში თვით მწვანე არქიტექტურამ სახე შეიცვალა და სხვა სახე მიიღო. პირველი კითხვით გადავალ ბატონ გიგასთან. ბატონო გიგა, აი რას ნიშნავს დღევანდელი გაგებით მწვანე არქიტექტურა? საერთოდ რას ნიშნავს მწვანე არქიტექტურა? აქედან დავიწყოთ ჯობია. მწვანე არქიტექტურა ნიშნავს არქიტექტურა რა არის? ეს არის ხელოვნური გარემოს ეძახით ჩვენ არქიტექტურას. ადამიანი ქმნის ხელოვნურ თავის არსებო გარემოს. მაგრამ არსებობს კიდე ამ ხელოვნურ გარემოს სახეობები. ერთ შემთხვევაში ის იქმნება ბუნებრივი მასალისაგან, მეორე შემთხვევაში ცოცხალი მასალისაგან. აი ბუნებას როცა ცოცხალი მასალით ამდიდრებ და ქმნი შენ გარემოს, ეს არის მწვანე არქიტექტურა. ბაღები, პარკები, ისტორიას ახსოვს შესანიშნავი მაგალითები, თუმცა ფიზიკურად ბევრი არ შემოგჩა, ცხადია. ეს არ შეუძლია მარადის ცხოვრება, ის გამოდის ცხოვრიდან, იღუპება, მაგრამ ცნობილია ესეთი ლეგენდის დონეზე სემირამიდას ბაღები. მწვანე არქიტექტურას ჰქონდა ფესვები, ანუ ტრადიციები გვაქვს ჩვენ მწვანე არქიტექტურის? საქართველოში? საქართველოში და საერთოდ თუ ფესვები როგორ მოდიოდა? საერთოდ როგორ არ არსებობს. ყველაფერი მოდის მწვანე არქიტექტურიდან. პირველად ადამიანმა თავი შეაფარა გამოქვაბულს და შეაფარა დიდ ხეში ფუღუროს. ისე რომ მწვანე არქიტექტურა იყო თავისთავადაც ცხადია და მერე როდესაც დაიწყო თვითონ შენებლობა, გააკეთილშობილა თავისი გარემო ისე მწვანეთი. ამ მწვანეში სვავდა ამ თავის გარემოს, ხელოვნურ გარემოს, ან შემოქონდა მწვანე ამ გარემოში, რომელსაც ნელ-ნელა მიიღო კულტურული ფორმა და გახდა ესეთი ბაღ-პარკების არქიტექტურა გაჩნდა. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფეხი მოიკიდა ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო საშუალებამ, როდესაც ინტერიერს და ექსტერიერს აერთიანებს მწვანე არქიტექტურის მეშვეობით. ანუ როდესაც შენ ინტერიერში შემოყავს მწვანე, ისევე როგორც ექსტერიერში გაქვს ეს მწვანე და უკვე ერთიან სივრცე წარმოგიდგენია. ეგ აჯანსაღებს გარემოს, როგორც ბუნებრივ გარემოს აჯანსაღებს, ისე უფრო კომფორტულს ხდის ცხოვრებას. დღეს კიდე ამან მიიღო სრულიად ახალი დანიშნულება. დღეს მწვანის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ენერგორესურსი, რაც absolუტურად მნიშვნელოვანია მომავალი საუკუნეებისთვის, იმიტომ რომ ჯერჯერობით ენერგორესურსს ჩვენ ხმარობთ როგორც ბუნებრივს, ეს არის წიაღისეულს, ეს არის ქვანახშირი, ეს არის ნავთობპროდუქტი, უარეს შემთხვევაში ხე-ტყეს ვწვავთ. მომავალში იმედია, რომ წყალბადს გამოვიყენებთ, მაგრამ ასე თუ ისე ყველაფერი
არის ეს კი ბუნებას ვარწმევთ. და არის მეორე საშუალება თურმე, როდესაც ჩვენ პირიქით ბუნებას იყერებ, რომ ბუნება მოგცეს შენს და თვითონ გააგრძელოს არსებობა და ეს მწვანე არქიტექტურის მეშვეობით ხდება ისეთი საინტერესო ძრები არის მსოფლიოში ახლა მწვანე არქიტექტურის მიმართ, როდესაც მწვანე არქიტექტურა მოქცეული გარკვეულ კოლბაში, ნუ კოლბას თუ წარმოიდგენ გვალს, არამედ წარმოიდგეთ რაღაცა სიფტყეს, შიგ გამოყოფს ის ენერგო პოტენციალს თავისას. ერთ მხრივ ამშვენებს ეს კედელი, მეორე მხრივ იძლევა ენერგეტიკას. ამდენად თუ დღეს არქიტექტურაში რამე არის პერსპექტიული, ეს არის მწვანე არქიტექტურის მეთოდის გამოყენება და დანერგვა, რომელიც ერთდროულად გავიმეორებ იმას, რომ ერთდროულად ორ დიდ საქმეს ემსახურება. ერთი ეხმარება ბუნებას ნაკლებად გამოიყენოთ ბუნებრივი რესურსი გასანადგურებლად ენერგეტიკის მისაღებად და მეორე შემთხვევაში ის ქმნის კომფორტულ გარემოს ადამიანის არსებობისათვის. ამდენად აი აქ ახალგაზრდების ხედავენ არქიტექტორები და იმედია რომ მომავალში ეგენი უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხს და შესაძლოა დიდი ძვრებიც მოახდინონ. ექსკურსი გავაკეთოთ მწვანე არქიტექტურაზე, ვნახოთ კადრები, დავიწყოთ სემირამიდას ბაღებით, შემდგომ ჩინური, იაპონური ბაღები, ინგლისური, ფრანგული, დღევანდელი უკვე ცენტრალ პარკის სახით ნიუ-იორკის ტყე-პარკები, ქალაქშორისო ბუფერები ძალიან დიდი, რომელიც არსებობს და მივიდეთ ისევ სემირამიდას ბაღებთან, ოღონდ ეს უკვე შენობებია, 21 საუკუნეში აშენებული, ასეთი არქიტექტურული ბიუროა ვონა, რომელიც აშენებს მწვანე შენობებს. ამ შენობებს აქვს ლიდიის ოქროს სერტიფიკატი აღებული. შემდგომ გადაცემებში გვექნება სწორედ ლაპარაკი მწვანე შენობებზე და თუ რა არის ლიდიის და ბრიმის ოქროს სერტიფიკატები. ქალბატონ იასთან ვარ, ასეთ კითხვა მაქვს. ქალბატონო ია, რა არის თანამედროვე მწვანე შენობა? თანამედროვე მწვანე შენობა არის შენობა, რომელიც არ აზიანებს გარემოს, ეხმარება გარემოს და მოიმუშავებს საკუთარ ელექტროენერგიას თუ საკუთარ რესურსებს. ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას ეს არის შენობა, რომელიც თვითონ ცოცხლობს. შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად ხე, რომელიც აი ხის მსგავსად იგი არსებობს ბუნებრივი რესურსების საშუალებით. ახალგაზრდებს თუ აქვთ კითხვა, იმ მწვანე შენობა კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ, რა არის თუ გაინტერესებთ, ან თქვენი აზრი? თქვენ როგორც თქვით, ეს არის მწვანე შენობა არის თვით ამ საკუთარ ენერგიაზე მომუშავე შენობა. ანუ ამ საკუთარ ენერგიაში გულისხმობა სხვადასხვა ტიპის ენერგიები, როგორც ხდება ასევე მზის და ასევე მაგნიტურით შესაძლებელია. ხო? თუ უბრალოდ იგულისხმება უშუალოდ გამწვანებიდან მიღებული ენერგიით მომუშავე? არა, იგულისხმება მზის ენერგია, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყენოთ, თქვათ დააგროვოთ და გამოიყენოთ შემდეგ ელექტროენერგია, ან გაათბოთ წყალი და გამოიყენოთ თბილი წყალი, ან ასევე შეიძლება გამოიყენოთ წვიმა, წვიმის მეშვეობით მოახდინოთ შენობის გაგრილება ან გათბობა, ასევე წვიმის წყალი გამოიყენოთ როგორც ტექნიკური წყალი და არა დასალევი, არამედ სხვა საშუალებებისთვის გამოიყენოთ ეს წვიმის წყალი. რა თქმა უნდა, საჭირო რაღაც დონემდე გაფილტრვა და დამუშავება, მაგრამ ეს მარტივია, არ არის რთული. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სარდაფი და სარდაფის საშუალებით მოხდეს შენობის განიავება ან გათბობა ისევ და მიწის გამოყენებაც შეგიძლიათ, ასევე ქარით შეგიძლიათ გამოიყენოთ და ქარის მეშვეობით მიიღოთ თქვათ ელექტროენერგია. არსებობს შენობები, რომლებიც საკუთარ გამოიმუშავებენ საკმარის ენერგიას, რომ თვითონ იმუშაონ და იცხოვრონ, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში და ასევე მიყიდონ ენერგია სახელმწიფოს. ანუ სხვაც უზრუნველყონ ენერგიით, ანუ სხვა. შესაძლებელია, კი. მადლობა. ქალბატონო, ჩაგეკითხებით, აი მწვანე შენობის შიდა გარემო,
რითი ჯობია ტრადიციული შენობის შიდა გარემოს? პირველ რიგში მწვანე შენობაში ყოველთვის რეგულირდება ჰაერის სისუფთავე, რამდენად და ხდება ჰაერის განიავება თუ არის ბენზური ჰაერი, არის სპეციალური სენსორები ამისთვის, რომელიც დიდ ელექტროენერგიას წარმოითხოვს, მარტივად მუშაობს. ასევე გამოიყენება მწვანე შენობებში მეორადი მასალები, ანუ მასალები, რომლებიც შემდეგ გადამუშავდება და ბუნებრივი მასალები. უმეტესად შენობაში შეხვდებით, მწვანე შენობებში შეხვდებით ხის მასალას, ასევე შეხვდებით მცენარეებს, რომლებიც ხშირად არის შენობაში და რომელიც ქმნიან მიკროკლიმატს იმ კონკრეტული შენობისთვის. ეს რამეს დაუმატებდი. კი ბატონო გიგა. მზე პრაქტიკულად ყველაფერში იღებს მონაწილეობას. მწვანეს მიმართ ხდება რა ფოტოსინთეზი ხდება. ეს ფოტოსინთეზი შემთხვევაში ერთ შემთხვევაში ჩვენ ჟანგბადს ღებულობთ, მეორე შემთხვევაში თურმე შეიძლება ენერგო პოტენციალი გამომჟღავდეს. ანუ მზე ჩვენი მასიცოცხლებელია, ჩვენი ბუნების მასიცოცხლებელია, ჟანგბადი და მზე აუცილებელი კომპონენტია ჩვენი არსებობისათვის და რასაც მეტად შემოვიყვანთ ამ მზეს და ჟანგბადს ერთ შემთხვევაში მწვანეს მეშვეობით მით უკეთესი იქნება ადამიანისათვის და საერთოდ ბუნებისათვის. ეხლა თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, იმიტომ მანამდე ჩვენ ვიცოდით რომ ყავდა სპეციალისტები მწვანე არქიტექტურის და ვიცოდით რა გვინდოდა, გეგმავდნენ შესანიშნავ ბაღებს, სკვერებს, პარკებს, წყალსაცავების გარეშე, მაგრამ და დღეს ჩვენ გვჭირდება უშუალოდ იმ სივრცის მწვანეთის შექმნა, რომელშიც ჩვენ მეტილ დროს ვატარებთ და არა მარტო სასეირნოდ გამოვდივართ. და აი ამ სივრცემ უნდა მოუწეს მე ორმაგი ეფექტი. ესთეტური გარემო, კომფორტული გარემო და სასარგებლო გარემო, თუნდაც ის რომ დააკმაყოფილოს ჩემი ჩვეულებრივი მოთხოვნილებანი, მომცეს ენერგია, გარკვეული ელექტროენერგია. და ეს არის თქვენი გასაკეთებელი. ახალი თაობის გასაკეთებელი. კითხვა გაქვთ? თუ შეიძლება დავამატებ და გეტყვი. ბარსადამე არქიტექტურაში გაჩნდა ახალი საშუალება, რომელიც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორ მოხდეს თანამედროვე არქიტექტურის ფორმირება. თუ აქამდე ჩვენ ვიცოდით გარკვეული არქიტექტურული ელემენტები, ნაწილები, კონსტრუქციული სამშენებლო, რითაც ხდებოდა ნაგებობის ფორმირება, ეხლა კიდე გაჩნდება აქ სრულიად ახალი ძალიან საინტერესო და ეს არის ახალი სამეცნიერო საშუალება არქიტექტურული, რომელიც ერთდროულად გიქმნის შენ კომფორტულ არსებობას. თუ შეიძლება დავამატებ, ადრე ითვლებოდა, იყო ესეთი ცნება ავადმყოფი შენობები, ანუ შენობები, რომელშიც არ შედიოდა მზის ხივი საკმარისი რაოდენობით, არ ხდებოდა განიავება ფანჯრის უბრალოდ ელემენტარული ფანჯრის გაღების საშუალებით და ხდებოდა შიდა რაღაც სხვადასხვა მექანიკური საშუალებებით. ეს ყველაფერი შეცვალა მწვანე არქიტექტურის განვითარებამ და ყველასთვის ნათელია, რომ ადამიანი კომფორტულად გრძნობს იმ გარემოში თავს, სადაც შეუძლია რომ ფანჯარა გამოაღოს, მზის ხივი გამოიყენოს მისი სამუშაოსთვის და არ გამოიყენოს ელექტროენერგია და უფრო ესეთი ცოცხალი გარემო ხდება, რომელშიც ადამიანი უფრო ჯანმრთელად გრძნობს თავს. მაინტერესებს თბილისში თუ გვაქვს რამე მსგავსი შენობის მაგალითები, ან ახლო მომავალში თუ იგეგმება რამე მსგავსი შენობის აშენება? მინდა გითხრათ, რომ არის ესეთი შენობა, ალექსანდრე რამიშვილი არის არქიტექტორი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს დიღომში, თბილისის შემოსასვლელ მხარეს არის ადრე იყო Wood Service-ის შენობა. ეს არის კომპანია, რომელიც აფინანსებს ასეთ ობიექტს, ანუ მათ ააშენეს ეს ობიექტი. იგი გამოიყენებს, რა ვიცი,
ბუნებრივი რესურსების საშუალებით აქვთ თქვა განათება დღის განათებას გამოიყენებს ძალიან დიდი რაოდენობით აქვს შიდა პატარა მწვანე ეზო რომელიც ქმნის ამ მიკროკლიმატს თანამშრომლებისთვის ასევე ტექნიკურ წყალს გამოიყენებენ და ათბობენ წყალს რამდენადაც მახსოვს სახურავის საშუალებით და ასევე მწვანე გადახურვა აქვს შენობას. მინდა დავძინო რომ მანდ ჩატარდა ერთ-ერთი კონფერენცია და სწორედ თქვენს რომ ლიდის სერტიფიკატს ეს დაიმსახურებდა იმდენად მწვანეა ეს შენობა. ანუ საქართველოში დაიწყო ჩვენ და დადებითად მუშაობს. მუშაობს. ჩვენ საკმაოდ დიდი მზის რესურსი გვაქვს რომ მწვანე შენობა გქონდეს. არსები არის არსის შენობა, საცხოვრებელი სახლი, მხოლოდ ის ანუ მწვანეს ვერ დავარქვ, ენერგოეფექტურია. აქვს იცავს, ანუ თბოიზოლაცია აქვს საკმარისად დიდი და ასევე დღის განათება აქვს, მე მგონი გათვლილი. ანუ ნელ-ნელა კომპანიები იწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას. თუმცა არ არსებობს რეგულაცია, მე რამდენადაც ვიცი საქართველოში არ არის სასერტიფიკატო სისტემა. არ არის და ასევე სასერტიფიკატო სისტემაც არ არის. თქვენი სიტყვა იქნება უფრო მნიშვნელოვანი და მჭახე. აი ნათია თქვენ ხართ ახალგაზრდები და თქვენ როგორც ბატონი გიგა ამბობს თქვენი სიტყვა უკვე საჭიროა რომ წამოვიდეს ხო? და აი როგორ გონია ქალაქი ჩვენ აი ჩვენი ქალაქი არის საქართველოში გარემო როგორ უნდა გავანჯამსაყოთ საზოგადოებას რა როლი უნდა ქონდეს ამ გლობალურ პროცესებში მე გიპასუხებთ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე თბილისის საქართველოსი მე პირადად ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე რაც მაკლია ეს არის ურთიერთობა გარემოსთან ურთიერთობა ბუნებრივ საფართან თუნდაც ცხოველებთან რაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის განვითარებისათვის. თბილისში მე მაგალითად ეს ძალიან მაკლია. თქვენთან მაქვს კითხვა ბატონო გიგა, როგორ შეიძლება აი ეს პრობლემა იქნას გადაჭრილი არა მაგალითად საუკუნეების შემდეგ, არამედ დღევანდელმა თაობამაც რომ იგრძნოს ის გაუმჯობესება და არა 50 წლის შემდეგ მაგალითად. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დროში ჩდება მე, რა თქმა უნდა, სრული რეზულტატი გამოჩნდება დროთა განმავლობაში, უცბად არა, მაგრამ თავი სხვა რამ არის, კარგად წამოაყენეთ საკითხი. საზოგადოება უნდა მოითხოვოს. უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული და შესაბამისად სახელმწიფო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საზოგადოებრივი აზრისთვის დაკვაყოფილებისა ან უარის თქვა. ამ თუ არგუმენტაცია ისეთი რომ ეს არ არის სასარგებლო იგივე საზოგადოებისთვის, მაშინ უარი უნდა თქვას და თუ ეს არის სასარგებლო, აქ იყო ნახსენები რომ არ არის დარეგულირებელი, ანუ კანონდებლური თვალსაზრისითაც უნდა მოხდეს გარკვეული ასე ვთქვათ, კორექტივების შეტანა ცხოვრების წესში, კანონდებლურად მშენებლობის მიმართ ნორმატივებშიც აისახოს, რომ ჭირდება გარკვეული ასე ვთქვათ, პროპორციული დამოკიდებულება, რასაც თქვენ ბრძანებთ იმასთან. ეხლა რაც შეეხება ჩვენ თბილისს, საკითხთან მიმართებაში, ჩვენ ცუდი ტრადიცია არ ქონდა. ჩვენ საქართველოს თბილისში არ ქონდა დიდი, არც ეხლა არა გვაქვს, დიდი ფართები დათმობილი მწვანესათვის, მაგრამ იყო შესანიშნავი ტრადიცია. იყო ეზო ხით. კი პარუსი? ეზო ხით. ნამდვილად. ხე ხის ქვეშ ნარს თამაშობდნენ, ან კეიფობდნენ, ეზოში იყო პატარა შადრევანი. წყლის. ეს შადრევანი მაცივრის მოვალეობას ასრულებდა. უკეთესი სანახაობა არ არსებობდა, როდესაც შეხვიდოდი ეზოში და ტივტივებდა საზამთრო ნესვი, ატამი, ვაშლი, ეს ხო საერთო ასე ვთქვათ ეზოს. ეხლა რა ხდებოდა ამით? ხე, წყალი და შენ უკვე იყავით ერთი ორგანიზმი. და თუ კიდე იქ ვირიც ჩამოივლი და მაწოს მოიტან და გასაყიდავად, ისე იგი ცოცხალი ორგანიზმი კიდე 4 ფეხაც გაჩნდებოდა, ნუ ძაღლთან ერთად. საერთოდ უნდა იცოდეთ ერთი რამ ხალხო რა თბილის გარშემო ეს მარეგულირებელი სიტუაცია ბუნებრივად გააჩნდა.
ფერდები დაფარული ყოფილა ადრე მწვანეთი. საკმაოდ ძლიერი გაწყებება ყოფილა. მერე რუსეთის იმპერიის წლებში რომ იმპერიას რომ დაეცვა თავისი თავი ასე ვთქვათ შესაძლო აგრესიისაგან მისცა უფლება ხეთყის გაჩეხვის. ეხლა წარმოიდგინეთ მოსახლეობას, რომელსაც არ ჰქონდა არც ქვანახშირი, არც ნავთობი, არც ელექტროენერგია და სითბო ჭირდებოდა, დაეტაკენ ამ ტყეებს და გაჩეხეს და ფაქტურად მე-20 საუკუნისთვის, მე-20 საუკუნისათვის მთელი ფერდები იყო გაშიშვლებული. გუშინ სწორედ ვიგონებდით ჩვენ, როგორ მოხდა თუნდაც მამა დავითის მთის გამწვანება. ალპინისტების მეშვეობით თოკებით ჩამოკიდებულები იყვნენ და თხრიდნენ პატარ-პატარა ორმოებს, რომ ფიჭვები ჩაერგათ. დღეს ასე თუ ისე ჩვენ ფერდები გაგვაჩნია, მაგრამ როგორც ჩანს, დღევანდელი ცხოვრების წესი არ აკმაყოფილებს ესეთი გარემო. ჩვენ გვინდა მეტი, ჩვენ გვინდა ფილტრები ქალაქში. თინა თქვენ გიმუშავიათ ამ საკითხზე. თბილისში გაბატონებული ქარი არის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ხო? მასადამე საჭირო არის რომ გარდმო ფილტრები შეიქმნას ქალაქში. რომ აი ამ ფილტრებმა ამ ქარების მეშვეობით გასუფთავებული ჰაერი გადააწოდონ ერთი ასე თქვა ზონიდან მეორეში, მეორედან მესამეში. გარდა მაგისა, ნელ-ნელა ცხოვრება იქითკენ მიდის, რომ მეტი დრო უნდა დაგვრჩეს ჩვენ საკუთარი თავისათვის. როგორ და გამოიყენო? უნდა ისეირნო, უნდა დატკბე ბუნებით, უნდა გქონდეს საშუალება ყოველგვარი დაძაბვის გარეშე იყო ბუნებაში. ჩიტების ხალობაც მოისმინო და ხებსაც უყურო. ისე რომ მოთხოვნა იქნება თქვენგან კანონმდებლობაში შევა კორექტივი და ჩვენ კიდე თქვენი ნიჭიერების მეშვეობით გადაწყვეტაც მოინახება. ანუ საზოგადოება, აი მაგას საზოგადოების სიტყვას გადაწყვეტი ნიშნულობა. აი ამ ასოციაციები რისი თუ შეგიძლია ნათია მოყვარო სოფლიოში, აი ამ თემას მაინც საზოგადოებრივი გაერთიანებები თაობს და იმის ქვეშ უკვე მიდის საზოგადოების მოძრაობა. აი დიახ. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ეს პრობლემა არ არის მხოლოდ თბილისში და საქართველოში, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია და იქმნება დაჯგუფებები, მაგალითად საქართველოშიც არსებობს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია, რომლის მიზანია სწორედ აი ამ სფეროს განვითარება და ადამიანის უფრო მეტად დამეგობრება ბუნებასთან სხვადასხვა ხერხებით. ასევე მწვანე საბჭო, აი ქალბატონია წარმომადგენელი, ვინროგ ჯგუფი, რომლებიც უკვე აქტიურად აი ამ პრობლემას განიხილავენ. 90-იან წლებში შეიქმნა სასერტიფიკატო სისტემები, თავიდან BRIM შეიქმნა, შემდეგ LEED ეს არის ამერიკული სასერტიფიკატო სისტემა, რომელიც არ არის სავალდებულო, ეს შეუძლია არქიტექტორს ან რა ვიცი, დეველოპერს ან კომპანიას მოითხოვოს და მიიღოს ეს სერტიფიკატი. სერტიფიკატი არის სხვადასხვა დონის, შეიძლება მიიღოს და როდესაც ეს დაიწყო ადამიანთა სხვადასხვა პროფესიონალების ჯგუფის მეშვეობით, უმეტესად იყვნენ ინჟინრები და თქვა არქიტექტორები, ინჟინრები, მშენებლები, მასალის მწარმოებლები ერთად დასხდნენ და შეიმუშავეს ეს სასერტიფიკატო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ნელ-ნელა ამერიკაში უფრო და უფრო მეტი მწვანე შენობა გაჩნდა. ხო, თავიდან როდესაც შეიმუშავეს, მათ იცოდნენ, რომ ხა ეს უბრალოდ შემუშავება არაფერს არ იყო რაღაც ესეთი ვერ იმუშავებდა, ანუ ყოველწლიურად მათ დააწესეს 10 საუკეთესო მწვანე შენობის კონკურსი და ყოველწლიურად აჯილდოვებდნენ არქიტექტორებს ან კომპანიებს და ახალისების მეთოდით, ხო, მიაღწიეს იმას, რომ ნელ-ნელა ეს განვითარდა და უკვე ფაქტიურად რომ შენობა, რომელიც შენდება უმეტესად, ну, რა ვიცი, 50-50 ასე ვთქვათ, იღებს ამ სერტიფიკატს გარეშე უკვე სამშენებლო კომპანიას არ აქვს ის რეიტინგი, რომ გაიყიდოს მისი შენობა.
თუმცა არის სტანდარტი, რომელიც ამერიკაში, რომელიც არ არის ლიდი არის სხვა, ანუ ASHRAE არის ესეთი სტანდარტი, სამშენებლო სტანდარტი, რომლის გარეშეც ვერ აშენდება შენობა და ეს სტანდარტი არის აი გარემოს დაცვის მიმართულებით. ანუ ჯერ ერთი ეტაპი უნდა გადაიღოს. ერთი ეტაპია. ხო, იზავს იმას, რომ გაჩნდება კორექტივი ჩვენ ცხოვრების წესში, ანუ წესებში, კანონებში და ნორმატივებში. ანუ ჩვენ სამშენებლო კომპანიებში და არქიტექტორებს გვექნება უკვე პირდაპირ ჩადებული ეს, რომ ეს ჩვენთვის აუცილებელია. ოფიციალურ მოთხოვნად. ერთი კითხვა მაქვს ესეთი. ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში ჩვენ უძველეს ტაძრებში, სახლებში, ნასახლარებში თუ იყო გამოყენებული რამე ენერგოეფექტური ხერხები, ან თუნდაც მზის განათება, განიავება, ალბათ იყო, ხო რა? მე ვფიქრობ. განიავება, განათება ყოველთვის თანდევი არის ჩვენი საქმიანობის, მაგის გარეშე ჩვენ გამოქვაბულებში აღარ ცხოვრობთ. იმის და მიხედვით თუ რა კუთხეს, საქართველოს რა კუთხეს შემდებარეობდა სახლი, შეგიძლიათ აი თუნდაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნახოთ, თქვათ ქართლის სახლი, დარბაზის ტიპის სახლი, ნახევარი სახლი არის მიწაში ჩაფლული, აქვს მიწის იატაკი და ასევე განათება აქვს ზემოდან და მთელი შენობა, ანუ შიდა სივრცე ნათდება ზედა განათებით. სიგრილე შემოქონდა მიწას და ასევე აი ნახევარი რო ჩაფლული იყო, ამას მქონდა არეგულირებდა ტემპერატურას. ზაფხულში იყო გრილი, ზამთარში იყო თბილი. ასევე თქვათ დასავლეთში სახლი, რომელიც არის ამაღლებულ რაღაც ბოძებზე შემდგარი, ამ დროს ხდება განიავება და ნესტის რომ არ ყოფილიყო ეს ნესტის დაგროვება, ხდებოდა მისი განიავება და ხის მასალა არის იქაც გამოყენებული, ასევე სახურავი, რომელიც სხვენი, რომელიც ასევე აძლევდა საშუალებას ჰაერის ცირკულაცია მომხდარიყო. აი სახლები, რომელიც თქვენ ახსენეთ ჯავახეთში და ქართლში რო არის შემორჩენილი წოდებული გვირგვინიანი სახლები, რომლის საუცხოო მაგალითები არის ჩვენთან ვაკის პარკში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში. რა თვისება გააჩნია მას? აი ზედა განათების სარკმლის ზომა 6-ჯერ მეტ სინათლეს იძლევა ვიდრე ვერტიკალური პანჯარა. და მეორე მოგეხსენებათ რომ ზე ამოდის აღმოსავლეთიდან და მიდის დასავლეთისაკენ. ანუ იცვლება მისი კოორდინატები. შესაბამისად მზის ხივი იწყებს მოძრაობას სათავსოში. და დღის განმავლობაში ჯერ ერთი კუთხე არის ისოლირებული, მერე ეს ისოლაცია გადადის მეორე, მესამე, მეოთხე და საღამომდე ფაქტიურად მთელი ეს შენი სათავსო, რომელიც მიწის ქვეშ არის, სიღრმეში მოთავსებული, პრაქტიკულად ისოლირებული არის მზის ხივით. ეს ერთი და მეორე ძალიან საინტერესო მაგალითი თქვა კიდე დასავლეთ საქართველოში რა პრობლემა გვაქვს? პრობლემა ტენის პრობლემა არის. იქ მუხრებს არ გააჩნიათ მუხლები. იქ პირდაპირ წევა არის. თავარი დანიშნულება რა არის? რაც შეიძლება ცეცხლის ფარდა იყოს მაღალი, გახსნილი და ჰაერის წევა იყოს ძლიერი, რომც გაქონდეს სისითბო, თავარი რომ ტენი გაიტანოს. ისო ადამიანები ყოველთვის ფიქრობდნენ მაგაზე და დღეს უკვე სხვა საშუალებებიც გაგვაჩნია იმისათვის, რომ მივიღოთ კომპენსირება იმისი, რასაც თავის დროზე ჩვენ მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით ღებულობდით. თუ ჩვენ აწიც იმავე გზას დავადგებით, მაგრამ მრავალსართულიან სახლში მაგას ვერ გავაკეთებთ, ამიტომ არ გაქვთ თქვენ ახლა ახალი ამოცანები გადასაწყვეტი და იფიქრეთ როგორ გააკეთებთ იმას, რომ ბუნებრივი რესურსი გამოიყენოთ თქვენი ქვეყნის, თქვენი ბუნების და თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. ასევე დავამატებდი, რომ არის მიმდინარეობა, ანუ მოსაზრება, მიმართულება, როგორც კიდე დავარქვათ, რომ მწვანე არქიტექტურა წარმოიქმნა ვერნაკულური არქიტექტურიდან, ანუ ის არის საფუძველი და ფაქტიურად იქიდან მოდის ყველაფერი ისტორიიდან, ძველი ისტორიიდან. არის რამოდენიმე სხვადასხვა მოსაზრება, საიდან გაჩნდა ეს მწვანე არქიტექტურა. ერთ-ერთი მოსაზრება არის ეს, რომ ვერნაკულური არქიტექტურა არის თავარი
ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. თუ დაგაინტერესათ და გაგიჩნდათ კითხვები, შეგვიძლიათ მოგწეროთ შემდეგ მისამართზე. საუბრები მწვანე არქიტექტურაზე გაგრძელდება შემდეგ გადაცემებში. პროგრამა მწვანე არქიტექტურა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით Winrock International Georgia's მიერ, რომელიც განახორციელებს პროექტს დაბალემისიანებიანი განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით.